თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის აქტივისტ ზურაბ მენთეშაშვილს გზის გადაკეტვის საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე. ზურაბ მენთეშაშვილი 2025 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. შესაბამისად მას პატიმრობის ვადა 1 აგვისტოს ამოეწურება. რა ხდება ქვეყანაზე, რატომ ვარ აქ? რატომღაც მგონია რომ თქვენ კარგად იცით ეს ყოველივე და არ დავკარგავ დროს. ჩემნაირი ადამიანი ბოროტებას ვერ ჩაიდენს, არ ჩაიდენს და აზრადაც არ გაუჩნდება. რატომ ვიმყოფები აქ 7 თვეა მშიერ მდგომარეობაში? რატომ მსჯიდნენ ციხეში ციხით? თემი და თვალახვეული კი არის, მაგრამ ხელი არ ეშლება დანახვაში და სმენაში. ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მინდა დავინახოთ ჩემი ქვეყანა გამთლიანებული. რა ქვია პრეზიდენტს? ყაველაშვილი არა, ბიძინა. მისი კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული ნიცშე რა ადგირს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ეს თუ სისხლის სამართლის დანაშაულია რა მეთქმის? ისეთი დამნაშავე ვარ 4-ჯერ ვარ დასაჭერი. ასეთად დავიბადე და ასეთად მოვკვდები სამუდამოც რომ მომისაჯოთ. ზურაბ მენთეშაშვილი თბილისში რუსთაველის გამზირზე პროდასავლური აქციების მუდმივი მონაწილე იყო. ის 31 ოქტომბერს ქუჩის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს. მანამდე ის 24 ოქტომბერს დააკავეს და ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მან 31 დეკემბერს ისევ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რის გამოც უკვე შეცვლილი კანონმდებლობით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.